პირველი ვლოგი ახალ 2025 წელს. მინდა მოგილოცოთ უკვე დამდგარი 2025 წელი, გისურვოთ შვიდობა, განვითარება, წარმატებები, ჩვენს ქვეყანას უსურვო გამარჯვებები, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს, ხოლო ჩვენს ქართულ ხალხს უსურვო კი მეტი შემოქმედებითობა ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. დღევანდელი ჩვენი საუბარი ახალ ვლოგში, მეგობრებო, შეეხება შემდგომს, რომ ბევრი ადამიანი კვლავ ფიქრობს, რომ გააშენოს მარწყვის პლანტაციები, ეს იქნება სათფურებში თუ თქვათ ღია გრუნტში. დღევანდელ ვლოგში მინდა ვისაუბრო იმ, ესე იგი, საკითხებზე, რომელიც უნდა გაითვალისწინოს დამწყებმა ადამიანმა, რომელიც აპირებს ყველაფრის ამის შექმნას და ასევე შეცდომებზე, რომელსაც ჩვენ ხშირად უშვებთ. იმ კონტექსტისგან დავიწყებ, რომ როდესაც ჩვენ უკვე მე-7 წელი გავიდა, ანუ ვიწყებდით ამ ყველაფერს, ამ არც თუ ისე იოლ საქმეს. პირველი ის იყო, რომ საფუძვლიანი კონსულტაციის მიღების საშუალება ფაქტიურად არ ქონდა. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ქვეყანაში არ აყავს აგრონომები. დიახ, საკმაოდ გამოცდილი და ძალიან ხვაწლმოსილი აგრონომები ყავს. მაგრამ თანამედროვე მიდგომები, როგორც სრულიად ქვეყანაში, არ იყო ყველასათვის, ესე რომ ვთქვათ, ხელმისაწვდომი, თუნდაც ინფორმაციულ დონეზე. ამიტომაც პირველი რაც გავაკეთეთ, მოგვიწია რომ უცხოეთში მივიღო ეს ინფორმაცია, ესე რომ ვთქვათ. მეორე, ეხლა რაც უნდა გააკეთოთ, როდესაც ადამიანი ამას ყველაფერს, ესე იგი, გადაწყვეტს. პირველ რიგში უნდა დაისახოს ბიუჯეტი და ბიუჯეტი არის ის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, რომელიც შემდგომში თქვენ მოგცემთ საშუალებას, რომ დაგეგმოთ, გსურთ ეს თქვათ, გააკეთოთ ღია გრუნტზე, თუ გსურთ თქვათ, გააკეთოთ დახურულ გრუნტზე, ანუ სათფურში. სათფურის უპირატესობა ყველამ ძალიან კარგად იცით, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გეტყვით, არის მეგობრებო, ის რომ წელიწადის უფრო მეტ დროს, უფრო მეტ ესე იგი ხანს არის შესაძლებელი ზამთარშიც კი, რომ ესე იგი აწარმოოთ თქვენი პროდუქცია, შესაბამისად არა სეზონის პერიოდში გაყიდოთ პროდუქცია და მიიღოთ, რა თქმა უნდა, მეტი შემოსავალი მაღალი ფასიდან გამომდინარე და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი უპირატესობა, როდესაც ფერმერი ამას გადაწყვეტს. თუმცა რა თქმა უნდა გითხრათ, რომ სათფურის აშენება ჩვენს ქვეყანაში არ არის იაფი ფუფუნება. რატომ? იმიტომ რომ პირველ რიგში საქართველო და ჩვენი ქვეყანა არ არის მწარმოებელი ქვეყანა, შესაბამისად იმისი თქმა, რომ თქვათ იაფაში და ნაკლები დანახარჯებით აშენდება ეს ყველაფერი, ფუჭი იმედებია თავიდანვე მინდა რომ გითხრათ, იმიტომ რომ მე მახსოვს რამოდენიმე ადამიანმა, როდესაც დასახელებული თქვათ თანხები, თუნდაც აი ამ სათფურის ან ამის წინამორბედი სათფურების შესახებ ვისაუბრე, თქვა რომ ძალიან ბევრი იყო და თქვათ მაგ ფასში 23-ს აშენდა. არა, მეგობრებო, ვინც ამ საქმეში არის ჩართული, მან ძალიან კარგად იცის, რომ საკმაოდ ძვირი ფუფუნება არის, ესე რომ ვთქვათ, სათფური. მეორე ვარიანტია, რომ ააშენოთ ღია გრუნტი. გააშენოთ ღია გრუნტი უпростоრად. ღია გრუნტი უფრო მისაღები ვარიანტია, მით უმეტეს დამწყებთათვის. თავარი უპირატესობა ის არის, რომ ფასში იმდენი დანახარჯების არ საჭიროებს, როგორც სათფური და კონსტრუქცია და ასე შემდგომ. და მთავარი უპირატესობა ასევე ის არის, მეგობრებო, რომ მეტი ენერგიის დატევის საშუალებაც იძლევა ფაქტიურად. მაგრამ სანამ ნერგებამდე და წარმოებამდე მივალთ, რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა დონეზე ვფლობთ ჩვენს, ასე იგი, მომავალ ბიზნესს, ვიღაცისთვის პროფესიას, რომელსაც შეიძენს თუ ასე შემდეგ. დიახ, მარწყვის წარმოება ეს არის აგრონომიულ სექტორში ჩემი და ჩვენი გამოცდილებიდან აბსოლუტურად ცალკე სექტორი და პროფესია, რომელსაც საფუძვლიანი და დეტალური შესწავლა სჭირდება. სწორედ აი ამ დეტალური ინფორმაციის მიღება ფაქტიურად შეუძლებელი იყო საქართველოში. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბევრი აგრონომი, მაგრამ შერეული ტიპის. რა თქმა უნდა, რომელთაც საქმე კარგად იციან, თუმცა ჩვენ კონკრეტულად მარწყვის კენკრის და მარწყვის აგრონომი ჭირდებოდა, რომელსაც რომლისგანაც საფუძვლიან ინფორმაციას მივიღებთ, თუმცა არ იყო და შემდგომ უკვე ჩვენ თვითონ როგორც მოგახსენეთ, მოგვიწია რომ ეს ყველაფერი
გვესწავლა, მიგვიღო ინფორმაცია და შედეგები შემდგომ უკვე მოსულიყო. პირველი, რასაც ამის შემდგომ გავაკეთებდი, როდესაც უკვე ტერიტორიას მოვზომავდი, ავიღებდი, ესე იგი, თანხას ბიუჯეტს, რომლიდანაც შემდგომ მე უნდა, ესე იგი, გავაშენო ეს პლანტაცია, ვიზამდი იმას, რომ დავიწყებდი შესწავლას კონკრეტულად ამ კულტურის. და ეს არის ღერძი, გასაღები თქვენი წარმატებული ბიზნესის და წარმატებული პლანტაციის და უხვიმოსავლის. რატომ? იმიტომ რომ როდესაც ჩვენ პირადად ვერ ვერკვევით კონკრეტულ კულტურაში, აგროსფეროში, აგროს სექტორში, ფაქტიურად წარმოუდგენელია რომ ვინმემ ჩვენს მაგურად გააკეთოს ეს კონკრეტული საქმე. ანუ ცხოვრებაში ეგრე არ არის პრინციპში, რაც გინდა რომ გააკეთეთ ეს კარგად, უნდა გააკეთო შენ თვითონ. ამიტომაც ავდგებოდი და შევისწავლიდი კურს, თუნდაც რომელიც ჩვენი არის, ან ჩემი მენტორობით არის შედგენილი, ან თუნდაც ვიღაც უცხო ენას თუ ფლობს, ვთქვათ, უცხო აგრონომისგან, მეცნიერისგან, ან სადაც არის რაღაც ხელმისაწვდომი მასალა, რომელიც მომწონდა დეტალურად ცოდნას და ინფორმაციას ამ კულტურის მოყვანის და წარმოების შესახებ. ამიტომ პირველი სწორად რასაც გავაკეთებდი, აი ამას გავაკეთებდი და დავგეგმავდი. ეს შესწავლილი მასალა უკვე დეტალურ და საფუძვლიან ცოდნას მომცემდა იმის შესახებ, თუ როგორი, ესე იგი, მონაცემების ნიადაგი დამჭირდებოდა, თუ რომელი, თქვათ, ჯიშები და სახეობები შემერჩია კონკრეტულად ჩემი რეგიონისთვის, სადაც მე ვიმყოფები, ან სადაც ვაპირებ რომ გავაშენო. თუ რა პრობლემებს წააწყდებოდით და წააწყდებით აუცილებლად გამოწვევებს უფრო, ესე რომ ვთქვათ, და რა პრობლემებს, პრობლემაზეც ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო გამოწვევებს. თუ რომელი სასუქი და კვება რა დროს უნდა წავიდეს და შემდგომ რა თქმა უნდა ეს კურსი ასევე გულისხმობს იმას, რომ თქვენ როგორ უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დღეს თანამედროვე სოფლიოში 21 საუკუნეში ყველაფერი არის დამოკიდებული მეგობრებო მარკეტინგზე, მარკეტინგის წარმოებაზე და მასზე არის ეს ყველაფერი დაფუძნებული. თუ როგორ ფლობთ ასევე ამ ყველაფერს. ბაზრის მოძიება, შერჩეული კლიენტები, კლიენტურა, ანუ რა დროს რომელი უნდა გაიყიდოს ჩვენი პროდუქცია, რომელსაც ავიღებთ. რადგან არ არის მარწყვის კულტურა, როდესაც ჩვენ ამას ავიღებთ და თქვათ თუ მაცივარი არა გვაქვს და მაცივარის ფუფუნება ძალიან ბევრი ფერმერ საქართველოში არ აქვს, თქვათ შეინახოს. და ყველა დეტალი გათვალისწინებულ უნდა იქნეს აბსოლუტურად, რომ წლიდან წლამდე ბიზნესის ყველა დეტალმა და რგოლმა გამართულად იმუშაოს. თუ რამდენი ადამიანი დაგჭირდება, რომ კონკრეტულ კვადრატულობაზე და სისტემაზე, სადაც მოგყავთ კულტურა, დაასაქმოთ. ამ დასაქმებულებს, თქვათ, როგორ გადაუხადოთ, რა პრინციპით და ასე შემდგომ. რაც შეეხება პრობლემებს, თუნდაც მაგალითად სათბურის შემთხვევაში. პრობლემებს, რომელსაც ჩვენ შევეშეხეთ და განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში, ეს არის სტიქია და სტიქია მიუხედავად იმისა, რომ რაც არ უნდა კარგად გქონდეს ეს ყველაფერი დაორგანიზებული, კონსტრუქციები შეგებული და გაკეთებული, სტიქიას მაინც ვერაფერი ვერ დაუდგება წინა, შესაბამისად ძალიან ძლიერმა ქარებმა ხან კონსტრუქცია დაგვიგრია და გავაკეთეთ, ხან სულ ახლა ხანს მოხდენილმა რამოდენიმე თვის წინ კიდევ ქარიშხალმა რეგიონში და ქალაქში ხედავთ რომ უკან გადახდილია კონკრეტულად ჰიდროპონიკის მცირე სიღრმის სათბურს, დაგლიჯა ცელოფნები, ასე რომ ეს იქნება პრობლემა. ნუ ვიღაცა იტყვის რომ დაზღვევა გავაკეთოთ, დიახ, ანუ ჩვენც არა ვართ უკანასკნელები, ესე რომ თქვა დაზღვევაზე იფიქრა და მრავალი ინფორმაცია შეიტყო მათგან, თუმცა საქართველოში აგროსექტორის დაზღვევა ეს არის სასაცილო თემა ფაქტიურად, იმიტომ რომ კონკრეტული მაგალითი რომ ავიღოთ, რაც ჩვენ გქონდა ბოლოს, ეს არის რომ თუ მაგალითად მარწყვის ენერგიის წარმოება, თქვა, ჩდება ძვირფასო მეგობრებო, წლიდან წლამდე ჩვენთვის მაგალითად 4 და 80 წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანია გეუბნება რომ დაგიზღოთ ერთ ლარად. ნუ საკმაოდ ისეთი მადის აუზელი შემოთავაზება. არ უნდა ელოდოთ რომ ძალიან დიდი ხარდაჭერა გექნებათ მიუხედავად იმისა რომ თქვათ
თქვა ცოდნის თვალსაზრისით, ამიტომაც ვთქვი უფრო სწორად რა სხვისგან ხარდაჭერა გექნებათ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ესეთი ადამიანი აღმოგაჩნდეთ მართლაც, რომ ძალიან ბევრი იცის მონდომებული არის და თქვა პარტნიორიც იყოს თქვენი, ვინც ერთად გააკეთებს ამ საქმეს და წარმატებამდე მიიყვანს. მთავარი უპირატესობა მარწყვის კულტურის წარმოების ის არის, რომ როგორც ყველა სექტორში, ანუ აგროსექტორში, კულტურაში ქართულ ბაზარს, ქართული წარმოების პროდუქცია არ ყოფნის. დაახლოებით 95-98% არის იმპორტი, რომელიც შემოდის ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან და დანარჩენი არის უკვე საქართველოში დაახლოებით 4-5% წარმოება ქვეყანაში, რაც დამეთანხმებით არის დეფიციტური და საკმაოდ ცოტა. შესაბამისად, თითქმის რაც არ უნდა მოიყვანოთ, წარმოუდგენელი არის, რომ ესე იგი არ გაიყიდოს, არ გასაგდეს, მით უმეტეს თუ თქვენი პროდუქცია იქნება ხარისხიანი. რაც შეეხება თუ სად გაყიდეთ და სად გააკეთეთ. ვიღაცა თუ ფიქრობს, რომ დიდი ფული ჩადოს ამ საქმეში, მე ვურჩევ რა თქმა უნდა, რომ ისეთ რეგიონში აიღოს ეს ყველაფერი, სადაც დიდი ქალაქები იქნება. დიდი ქალაქებზე არის საუბარი, თქვა თბილისი, საუბარი არის თქვა იმერეთში, თქვა ქუთაისი, საუბარი არის რა თქმა უნდა სამეგრელოში თქვა ზუგდიდი, საუბარი არის აჭარაში ბათუმი და სხვა რეგიონებში, თქვათ ოზურგეთში, გურიაში და ასე შემდგომ, რომელიც უნდა იყოს. რატომ? იმიტომ რომ ტერიტორიული თვალსაზრისით და ლოგისტიკის თვალსაზრისითაც თქვენ როდესაც თქვენს, ასე იგი, მარცვს აიღებთ, თქვენ თუ მოგიწევთ რომ ეს ყველაფერი, თქვათ, წაიღოთ და თქვათ, ჩააბაროთ ან გაყიდოთ ან ჰიპერმარკეტებს ან სუპერმარკეტებს მიაწოდოთ, შედარებით მარტივია. ნუ, საერთოდაც საქართველოს ისეთი დიდი ქვეყანა არ არის, რომ თქვათ რაღაცა კრიტიკული შეუსაბამობის და გამო თუ არ გაგვიფუჭდა ჩვენი პროდუქცია, ესე იგი, დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწიოს. ფასებს რაც შეეხება, ფასები სეზონის დროს აბსოლუტურად სხვა არის, ხოლო შემდგომ უკვე იმატებს და აბსოლუტურად სხვა არის. ასე რომ ფასების დინამიკის თვალსაზრისით ერთადერთ პრობლემას, რა თქმა უნდა, ისევ თურქული იმპორტი ქმნის, რომელსაც სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს და რომელსაც ქვია იაფი იმპორტი და მე არაერთ ბლოგში ვისაუბრე ამ თემასთან დაკავშირებით, კითხეთ კიდევ ერთხელ განმეორდები, ალბათ თქვენ ძალიან კარგად გახსოვს 2024 წელს ფრანგი, გერმანელი და პოლონელი ფერმერების პროტესტი იაფი იმპორტის შესახებ. როდესაც მაგალითად პოლონეთში უკრაინული ომის და გამო, რა თქმა უნდა, უკრაინული ხორბალი შევიდა, ფაქტობრივად ფასები დაუგდო ადგილობრივ ფერმერებს და გაუყიდავიც კი დარჩათ. იგივე იყო გერმანიაში, იგივე იყო საფრანგეთში და მათ სასწრაფოდ მოთხოვეს მთავრობას თავიანთ სახელმწიფოს, რომ ეს ყველაფერი შეჩერებული იყო, იმიტომ რომ მთავრობა ვალდებული არის, სახელმწიფო ვალდებული ჯერ ხალხის წინაშე და შემდგომ მით უმეტეს ფერმერების წინაშე, რომელიც ამ ქვეყნებში და კიდევ მრავალ ქვეყანაში საკანონმდებლო ორგანოში კი არიან წარმოდგენილები, იმიტომ რომ უდიდეს დოვლათს ქმნიან ქვეყნისთვის. არ ვიცი, ჩვენი ქვეყანა როდის მიაღწევს ამ ყველაფერს, მაგრამ ამას ყველაფერს ჭირდება განათლებული ადამიანები, პატრიოტი ადამიანები, ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები და ჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ენთუზიაზმიც პრინციპში და რა თქმა უნდა, ფერმერების აბსოლუტური დახმარება, იმიტომ რომ წლიდან წლამდე ფერმერების რიცხვი საქართველოში მცირდება. ბოლო მონაცემები არ მაქვს, თუმცა ვგონებ, რომ კიდევ და კიდევ უფრო შემცირდება სამწუხაროდ ფერმერთა რიცხვი, იმიტომ რომ ფაქტიურად არანაირი დახმარება არ ჩანს, საიდანაც ეს ყველაფერი უნდა იყოს წამოსული. ეს პრობლემები ნამდვილად არის, თუმცა რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ მცირეთი, შემდგომ გააფართოვოთ ეს ყველაფერი და დამერწმუნეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი პლუსი, რაც მარწყვის კულტურას გააჩნია ბიზნესის თვალსაზრისით, მეგობრებო, ეს არის, რომ ძალიან სწრაფად ბრუნვადია, ძალიან კარგად, ესე იგი, ატრიალებს თანხას, ჩვენთან მოცვაც ხედავთ, თუმცა მოც ჭირდება 2 წელი, 3 წელი, 4 წელი, რომ სრულ მსხმოიერობაში შევიდეთ და შემდგომ მიიღოთ ბენეფიტები, ხოლო მარწყვი კარგად დაგეგმვის შემთხვევაში უკვე 1 წლის შემდგომ, ანუ ერთ სეზონში, კალენდარულ წელში უკვე პირველ ხელშესახებ შედეგებს მოგცემთ თქვენ და თქვენს, ესე იგი, რა თქმა უნდა, ბიზნესს. მე მინდა კიდევ ერთხელ გისურვოთ სულიერი სიმშვიდე, ჯანმრთელობა, ჩვენს ქვეყანას გამარჯვებები და გისურვოთ, რა თქმა უნდა, წარმატებები. არ ვიცი რა სიხშირით შეხვდებით ახალ 2025 წელს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ჩვენი ფუნქციონირების არსებობის მე-7 წელს უკვე, მე-6 წელს უკვე
მაგრამ შევეცდებით რომ არ დაგტოვოთ მარტო და ისევ მოგაწოდოთ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციები. დროებით ნახვამდის.